როგორ მძულს მომენტი, როდესაც თავი მეწოდება. ადრებს სარგებლობდი იმით, რომ ადამიანებს ვებრალებოდი. ვაკვირდებოდი, როგორ ეცვლებათ გამომეტყველება, როდესაც ჩემს რთულ ცხოვრებაზე ვიწყებდი მოყოლას. როდესაც სალაპარაკო თითქოს გამომელეოდა, მუდამ აქ ვბრუნდებოდი. ისევ ტკივილები მომქონდა. ლამის გმირად შევირაცხე თავი ჩემი ტკივილის სხვასთან გაშიშვლებით. თითქოს არც მინდოდა აქ გეზი უკეთესობისკენ შეცვლილიყო. ნელ-ნელა ჩაქრა ჩემი ეგოს გაუმაწყარია ალი და გავხდი ის, ვინც ვარ ახლა. ვუყურებამ განადგურებას. ჩემში სულ მცირე თანაგრძნობას მაინც ვეძებ, მაგრამ ვეღარ პოულობ. მეგონა თუ ცივი გონებით ვიცხოვრებდი, არაფერი არ შემეშლებოდა და ბედნიერი ვიქნებოდი. ბავშვობაში გამიგია წყევლა, ქვად ქცეულიყოს. ამ ჩემს მდგომარეობასაც სხვას გადავაბრალებ. ნეტა ის ყანა ბარდენის იყო თუ ლევანის? ლევანისთვის ეს შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო. მოიცა, მაგას 3 შვილი ყავს თუ 4? არ მახსოვს. ბარდენი მოხუცია, მაგრამ შვილები მუშაობენ. კარგი, ჯერ ლევანის მივაკითხავ. მთელი ბავშვობა შეშის ფეჩიდან ნაცარი დამქონდა ბოსტანში. მინერალებით არისო სავსე და ბოსტანს გაანოყიერებსო. იქნებეს ყოველივე უკეთესობისკენ გზა. მე თვითონაც არ მჯერა იმის, რასაც ვამბობ. ვდგავართ და ცეცხლმოკიდებელ ყანას ვუყურებთ. ვერაფერს ვაკეთებთ. არც ვინმეს იმედი გვაქვს. ერთმანეთს შევხედავთ და ერთსა და იმავეს ვიტყვით. ვინმემ თუ დაგვწყევლა, რაღაც ახსნასავითაა. აქ ყველაზე მეტად ბოროტი სიტყვის და ავითვალის სწავთ. დიდი დრო გავა იქამდე, სანამ აქ მოილხენენ. აქ ჯერ კიდევ ხმამაღლა სიცილის სირცხვილია, ხმამაღლა ტირილი სიამაყე. ეს ქვად გადაქცევას მოვაყოლე. ისე ერთმა თქვა, კიდევ კარგი სახლზე რომ არ გადავიდაო. ყველა გავჩუმდით.